გამარჯობა. აი, ქალბატონო ეკასთან მინდა კვესიტაზია, ხო? ქალბატონო ეკა, აი, ხო ხედავს უკვე 90%-მა კი არა 100%-მა მაყურებელმა ნინა ბობოს კარგი და თქვენზე უკეთესად იცის ვინ არის ჩვენი? მე ვინ ვარ, შეგიძლიათ რომ გაიმეოროთ ვინ ვარ? ბატონო? მე ვინ ვარ, შეგიძლიათ გაიმეოროთ? კვესიტაძე. არა, თქვენ ეთყობა სხვა ტელევიზია. უბრალოდ ღიმილიც, გაკეთებული ღიმილი გაქვს და ვინ გგონი ვარ, შეგიძლიათ რომ გაიმეოროთ? ერთი წამით ჩემი სახელი და გვარი მითხარით. უნებრივი ვიყავით უფრო. რატო უშიშროებაში უნდა დამასწინო? ჩემი სახელი და გვარი მითხარით უშიშროებაში როგორ დაგასმენთ? არა, სახელი და გვარი თქვენი ეკა კვესიტაძე, ხო? აბა ვინახავთ თქვენ რა? კარგით, ბრავო. ძალიან დიდი მადლობა. ცხოვრებაში პირველად გავიგე რომ ეკა ყოფილვარ კვესიტაძე, მე გპირდებით რომ ამას ამოჭრი და აუცილებლად სოციალური ქსელის მეშვეობით გავავრცელებ. ასეთი დიდია ჩემსა და ეკა კვესიტაძეს შორის გავსება? არ ვიცი მე იმედი მაქვს რომ არა. ძალიან ცოტა დრო რჩება გადაცემის დასრულებამდე პრაქტიკულად უნდა დავასრულოთ დღევანდელი ეთერი და შესაბამისად კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე დისკუსიის საგნად რჩება ყველა თავდაცვის სამინისტროს მიმართ გაკეთებული ჩვენი ინტერაქტივი შესაბამისად იმით განისაზღვრება ეს დისკუსია რომ მხოლოდ ვლანძღავთ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალსანიას თუმცა დღევანდელი თემა არ იყო მხოლოდ ირაკლი ალსანიას ლანძღვასთან დაკავშირებული, ასოცირებული, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ყოველთვის ხდება ესე და ჩვენც ერთგვარად დამცველები გამოვედით, თუმცა რეალურად არც არასოდეს არავინ დაგვიცავს და არც არასოდეს ღია ეთერში გამომიხადოს რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ ჩემი ხარდამჭერა ან თუნდაც აგრესია. მოკლედ ამით უნდა დასრულდეს დღევანდელი ინტერაქტივი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გაგვთ საკუთარი აზრი, ხშირად გვაკრიტიკებთ, თუმცა ესეც მისაღებია, რადგან ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. მადლობთ ყურადღებისთვის, გემშვიდობებით, ხვალ და ტრადიციულ დროს შევხვდებით ერთმანეთს. მეც გემშვიდობებით როგორც სამთაღლანტი და არა ეკა კვესიტაძე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გადაცემა დაასრულეთ ბოლოს მსგავსი ტიპის ინფორმაციით, რომ გავალ პირადობის მოწვევაში ჩავიხედავ ნამდვილად სამთაღლანტი თუ ეკა კვესიტაძე. დროებით მადლობა აქტიურობ